ვიმეორებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ. მოცემულობა უკვე მესამე კვირა არ იცვლება, მთავარი თემა ისევ TBC ბანკი, მისი აქციონერები და ანაკლიის სპორტია. ჩვენ შევეცადეთ უახლესი მოვლენების ქრონოლოგია აგვეგოთ თქვენთვის. ჩვენს ვებგვერდზე BMG შეგიძლიათ შოთა ტყეშელაშვილის უფრო სრულ ვერსიას გაეცნოთ, სადაც 2007-2008 წლების და 17 მილიონიანი სესხის კონტექსტით დეტალურად არის გაშლილი. მე თქვენს ყურადღებას უფრო ახლო მოვლენებზე გავამახვილებ და შევეცდები, რაც შეიძლება დეტალურად გავიხსენოთ, რათან მიმდევრობით განვითარდა მოვლენები 2016 წლიდან დღემდე. პირველი თარიღია 2016 წლის 8 თებერვალი. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად მამუკა ხაზარაძის ანაკლიის კონსორციუმი გამოცხადა. გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. პროექტის მთლიანი ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია. შემდეგი თარიღია 2018 წლის 13 ივნისი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს შორის რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები ჰქონდა. წინადღი 12 ივნისს გამართულ ქართული ოცნების დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ანაკლიის მშენებარე პორტი იყო. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 2018 წლის 12 ივლისი. პრესაში იწერება, რომ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. პროკურატურამ ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. TBC ბანკმა პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყო. ერთადერთი ძალიან მოკლე პასუხი გვაქვს, მსგავსი არაფერი ხდება, განაცხადა ბანკის პრესსამსახურის უფროსმა. შემდეგი თარიღია 2018 წლის 17 ივლისი. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებულმა SIP-მა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა TBC ბანკიდან კონკრეტულ ტრანზაქციებში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია საბანკო ამონაწერების ჩათვლით გამოითხოვა. შემდეგი საკვანძო თარიღია 2018 წლის 24 ივლისი. ბიძინა ივანიშვილის განცხადება პირველი არხის ეთერში, სადაც კვირიკაშვილის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებში ფიგურირებს TBC ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი და ანაკლიის სპორტის პროექტი. 2018 წლის 2 აგვისტო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო გამოძიება TBC ბანკის დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე. პროკურატურის განცხადების თანახმად 2008 წელსა და 2012 წელს განხორციელებული ტრანზაქციები ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. 2018 წლის 9 აგვისტო 9 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა TBC ბანკის მიზნობრივი შემოწმება სამგორი ემის და სამგორი ტრეიდის ტრანზაქციებთან დაკავშირებით. სამგორი ემის და სამგორი ტრეიდის სოლიდური წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი ტელეკომპანია TV პირველის მფლობელიც არის. 2018 წლის 4 სექტემბერი სამგორი ტრეიდისა და სამგორი ემის ტრანზაქციებთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება TBC ბანკის 10,000 ლარის დაჯარიმების თაობაზე, რაც TBC ბანკმა გაასაჩივრა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულება შეაჩერა. 2018 წლის 14 სექტემბერი 14 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა TBC ბანკის მეორე კონკრეტულად თემატური შემოწმება. 2018 წლის 17 სექტემბერი შემოსავლების სამსახურმა TBC ბანკის გასვლითი საგადასახადო შემოწმება დანიშნა. გამოითხოვა საბანკო ინფორმაციისა და მონაცემების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაშიფვრის გარეშე მიწოდება და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების დაშვება ამ მონაცემებზე, მათ შორის საბუღალტრო და სხვა სააგრიცხვო ელექტრონულ პროგრამებთან, რაზეც საბანკო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმის საფუძველზე TBC ბანკისგან უარი მიიღო. 2018 წლის 10 ოქტომბერი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით TBC ბანკ შემოსავლების სამსახურმა დააკისრა 400 ლარიანი ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. ბანკის პოზიციით საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება საგადასახადო ორგანოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჰქონდა. საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 11 ოქტომბერს სასამართლოში იშუამდგომლა TBC-ის მონაცემთა ბაზაში არსებული კლიენტების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. 2018 წლის 24 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა სარჩელი გამოიხმო. 2018 წლის 26 ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებთან ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ ბიზნეს დავაზე, სადაც ის ხაზარაძის მხრიდან მის დაუფასებულ
შესაძლებლობაზე საუბრობს. ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ, აგერ TBC ბანკი ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს. 2018 წლის 27 ოქტომბერი მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილს შეხვდა. ხაზარაძემ თქვა, რომ ამ შეხვედრაზე ჩხარტიშვილს TBC-ისთვის აქტივის წაღლეტა უნდოდა. ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ საეჭვო იყო გარემოება, რომ სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესდავებს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა. 2018 წლის 2 ნოემბერი მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა სპეციალური წერილი, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რევანშისტული განცხადებების გაკეთებისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ რევანშიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. ამავე წერილში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს იმედი გაუწროა, რადგანაც მან სასამართლო რეფორმის გატარება ვერ შეძლო. 2018 წლის 19 ნოემბერი ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება ტრანზაქციების დროს მოქმედი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციის დარღვევისთვის TBC ბანკის მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე და TBC ბანკს აეკრძალა ახალი წესების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე. TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინათ თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით. 2018 წლის 13 დეკემბერი ანაკლის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის კომენტარი. ანაკლის სპორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის მობილიზებულია ყველა აუცილებელი დაფინანსება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს 400 მილიონი დოლარის წესხის დადასტურება. რაც შეეხება კაპიტალს, აქაც გვაქვს სასიამოვნო სიახლე, გვერდდება 2 მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ჰოლანდიის განვითარების ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი. 2018 წლის 26 და 31 დეკემბერი პროკურატურის შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცეს შესაბამისი ჩვენებები. 2018 წლის 9 იანვარი პროკურატურა ასაჯაროებს, რომ 2 აგვისტოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა, რომ დაკითხა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. 2018 წლის 22 იანვარი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები TBC ბანკში გარკვეულ წილს ფლობენ. მივადექით 2019 წელს 6 თებერვალი გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის სპორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოიპოვა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება 600 მილიონი დოლარი, საიდანაც 400 მილიონი დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დადასტურებული სესხია. მიმდინარე წელს შემდეგი საყურადღებო თარიღია 2019 წლის 11 თებერვალი. საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს კომენტარი. ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის. TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია. შესაძლოა რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა მანამდე. 2019 წლის 14 თებერვალი TBC ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და თავმჯდომარის მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო 2 თვის განმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. საუბარია იმ ტრანზაქციებზე, რასაც პროკურატურა ძიებს მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში ეგრეთ წოდებული ბოტებიც გააქტიურდნენ. 2019 წლის 18 თებერვალი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფადიასლის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს სურს TBC ბანკს და ანაკლიის სპორტს დაეუფლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თავიდან მოშორებით. მისი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ TBC ბანკის და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით. რაც შეეხება ანაკლიის სპორტს, ასლის ინფორმაციით სცენარი მოიცავს სპორტის სრულად შეჩერებას, რადგან ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 2019 წლის 18 თებერვალი მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას მართავს, სადაც საუბრობს, რომ შეფერხება ანაკლიის სპორტის პროექტთან მიმართებით არ გვაქვს და ამიტომ ცოტა მაშფოთებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას. პრაქტიკულად რამდენიმე კვირის
წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. 1 წლის წინ ხელი მოვაწერეთ მაინც ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია, დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ ინფორმაციის გაჟონვები Google-ში და უამრავ საერთაშორისო პრესაში თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. მაისში და ივნისში უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო 6 მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან $600 მილიონ დოლარზეა საუბარი. საქმე აღარ ეხება TBC ბანკსა და კონკრეტულ ადამიანებს, საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, მომავალს. ამიტომ ვთხოვ ყველას დროზე გაერკვეს სიტუაციაში, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა დავუბრუნდეთ საქმეს. 2019 წლის 19 თებერვალი BMG მოიპოვა საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons-ის შეფასება, რომლის მიხედვითაც სადავო ტრანზაქციები ფულის გათეთრების ნიშნებს არ შეიცავენ. 2019 წლის 20 თებერვალი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა TBC ბანკთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი როგორც ჩანს გვერდს სუვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ TBC-ის აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე, რაც მთავარია მოუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად მიმდინარე დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიდიან TBC ბანკიდან ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის თანხის $1 მილიონი გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ხაზარაძე და ჯაფარიძე კერძო დავას გააგრძელებენ. მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურდებიან ხელისუფლებაზე მომუშავე ანონიმური ყალბი Facebook გვერდები. 2019 წლის 26 თებერვალი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე TBC ბანკის საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა. კობა გვენეტაძის განცხადებით ეროვნული ბანკის მიერ TBC-სთან დაკავშირებული საკითხის ასეთი საჯარო განხილვა არ იქნებოდა მართებული. ეს პოზიცია გაითვალისწინა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და სხდომა დახურა. შემდგომში კაკულიამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო. 2019 წლის 27 თებერვალი ანაკლის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები არ დასრულდება, ფინანსურმა ინსტიტუტებმა შესაძლოა პროექტი არ დააფინანსონ. 2019 წლის 28 თებერვალს პროკურატურაში იმართება ბრიფინგი, სადაც პროკურატურის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად ისაუბრა TBC ბანკის 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე. მნიშვნელოვანი სიახლე პროკურატურას არ მოუწოდებია, პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა საბანკო რეგულაციების დარღვევაზე, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენცია. 2019 წლის 4 მარტი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მოსმენა გაიმართა. ხაზარაძემ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ინვესტორებს შესაძლოა ანაკლიის სპორტის პროექტის დაფინანსებაზე უარი ეთქვათ. ამავე დღეს გახარიამ ასეთი წერილის არსებობა კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენი იყო. საბოლოოდ ჩვენ ვნახეთ თაბაქის ფურცელზე ნაბეჭდი წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნილი მტკიცებულება, ხოლო ხელისუფლებისთვის ფარატინა ქაღალდი. ბოლო რამდენიმე დღეში მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას კომენტარები, დაიკითხა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და დღეს პრემიერი მამუკა ბახტაძე შეეხო ეგრეთ წოდებული TBC-ის თემას. თელარა გელანტია გადაიბარებს ჩემს ესტაფეტას და გვაჩვენებს როგორია სულ ბოლო სურათი, როცა ხელისუფლება როგორც არასდროს ისე ორკესტრირებულად გვიმტკიცებს, რომ ანაკლის სპორტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ელენე, ხაზარაძის საქმეში ძალიან ბევრი კითხვა დაწყებული უმთავრესი კითხვიდან, რომელიც 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გაცოცხლება შეეხება, დამთავრებული იმით, რამდენად უკავშირდება ეს პირდაპირ ანაკლის სპორტის პროექტს და ანაკლის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებლების და ინიციატორების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ორკესტრირებულ დისკრედიტაციას იმისთვის, რომ საბოლოოდ კონსორციუმმა დონორებისგან ვერ მიიღო სპორტის პირველი ფაზისთვის საჭირო $400 მილიონი. ანუ უფრო შორს თუ წავალთ, რამდენად რეალურია, რომ შეიძლება საქართველოს მთავრობას საერთოდ არ უნდა ანაკლის სპორტის აშენება. კითხვების შესაძლოა ლოგიკურიც არის, მაგრამ ვერც ერთ კითხვაზე კონკრეტული და არგუმენტებით გაჯერებული პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. მთავრობაში კი გვარწმუნებენ, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ანაკლის სპორტის მნიშვნელობა და მხარს უჭერენ ამ პროექტს. დღეს ეს პათოსი კიდევ ერთხელ დააფიქსირა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.
არ მგონია ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე. გინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდა საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში. ანაკლის ხმაწყლოვანი პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტიც ის გახლავთ ჩემი ხედვის ნაწილი, ჩემი სტრატეგიის ნაწილი და ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. თუ დავუშვებთ, რომ მთავრობა გულწრფელია და გვჯერა მისი, მაშინ ჩდება კითხვა, როგორ შეიძლება ამტკიცო ის, რომ ანაკლის სპორტის ინვესტორებისთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას, როცა პროკურატურამ განაცხადა და მესამე თვეა დღის წესრიგიდან არ ჩამოდის თემა და საუბრები იმაზე, რომ კონსორციუმის მთავარ ფიგურანტებს შეიძლება ფულის გათეთრებაში დასდონ ბრალი. რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ კომენტარები, რომელიც ინვესტორებისგან მოდის, არის კატასტროფა. მიუხედავად ამისა, მთავრობა ჯიუტად გვარწმუნებენ, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეს არ შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ანაკლის სპორტის პროექტზე და უფრო მეტიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოღონდ უფრო ხისტად და პირდაპირ დღეს კი პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც მიანიშნა, რომ არ შეიძლება ერთ საქმეზე არსებული კითხვები გადაამისამართო სულ სხვა მიმართულებით. თუ ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მამუკა ხაზარაძე, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა. მას ექნება ცდილობა, რომ კონკრეტული შეკითხვის შემთხვევაში, გადაამისამართოს ეს შეკითხვა სრულად არასწორი და არარელევანტური მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი და ეს იქნება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. მე როგორც ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის და ეკონომიკური მომავლისთვის რას ნიშნავს ანაკლის ხმაწყლოვანი პორტი. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. ხაზარაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ეგრეთ წოდებული გახარიას წერილი, რომელიც ბიზნესმენმა თურმე შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. ვიდრე წერილი ექსპერტიზაზე ლონდონშია, საქართველოს ხელისუფლების წევრები ცდილობენ ამ წერილზე სერიოზულად არ ისაუბრონ და ხუმრობაში გაატარონ. თანაგუნდელების სტილში იყო დღეს პრემიერიც, უფრო მეტიც შინაგან საქმეთა მინისტრი დაიცვა კიდეც. გიორგი გახარია ეხმარებოდა ნაციონალური მოძრაობისგან მართლა გამწარებულ მეწარმეებს, თქვა პრემიერმა. გიორგი ჩვენ გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნეს ომბუდსმენი და მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი თუ როგორ ეხმარებოდა ის ყოველთვის მართლა გამწარებულ მეწარმეებს ნაციონალური მოძრაობისგან, რომ აღედგინათ მათ თავისი უფლებები. და ამას აკეთებდა მართლა 24 საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულებელია მის ფაქტის, რომ ვიფიქრო, რაც მე პირდაპირ გითხარით, რომ ეს არის როგორც ჩანს პოლიტიკურად ორკესტრირებული, ეს ამოდაში შემოვიდა საქმე. დიახ, ეს სიტყვა ტრენდული მამუკა ხაზარაძემ გახადა, როცა პარლამენტში თქვა, რომ მისი ბიზნეს ჯგუფი ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლია, რომ იძულებით დატოვეს ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დათმობენ. რა ვის მიერაა ორკესტრირებული, ალბათ მომავალში უფრო მეტად გაირკვევა, ჯერჯერობით ფაქტია. პროკურატურის განცხადებების მიზანი მხოლოდ ხმაური და ხაზარაძე ჯაფარიძის ირგვლივ ნეგატიური განწყობების შექმნაა. სხვათა შორის 2008 წლის ტრანზაქციის საქმეზე გუშინ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გიორგი ქადაგიძემ ძალიან სწორად თქვა, რასაც ზიანი შეიძლება მიეყენებინა ჯგუფისთვის, ყველაფერი არის გაცხადებული. ამიტომ ახლა საჭიროა მაქსიმალური გამჭვირვალობა.
არ არსებობს არანაირი სენსიტიური ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი რაღაც საბანკო სენტიმენტებზე არსებული ინფორმაცია ამ საქმეში. ყველაფერი, რაც იყო სენსიტიური, რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა ჯგუფისთვის, ყველაფერი არის გაცხადებული. ამიტომ ეხლა ამ მიზეს ამოფარება ნებისმიერი მხარის მხრიდან, იქნება ეს ბანკის მენეჯმენტი, იქნება ეს პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა, ცხადია არის სწორი იმ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რა რეზონანსიც ამ საქმეს აქვს. ამიტომაც აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამ ბუნდოვან საქმეში ყველაზე საკვანძო საკითხებად მაინც მიმაჩნია გამოვიდეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი და რადგან ისედაც ყველაფერი გაიგო, მოყვეს როგორ და ვისი დახმარებით მეაგნო 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას და ასევე ალბათ უნდა გამოჩნდეს შუამავალიც, რომელმაც ხაზარაძის ვერსიითვე გახარიას წერილი მეუტანა ბიზნესმენს. იქნებ ამის შემდეგ მაინც ენკი ბენკიზე საუბარს შეეშვა ხელისუფლებაში. ელენე დიახ, იუმორი ნამდვილად არ არის დღეს ხელისუფლების ძლიერი მხარე. მადლობა თელარა. რა პოზიცია აქვს ბიზნესს? ეს კითხვა კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა კერძო სექტორის მოთამაშეები ცეხავიკებად მოიხსენია და მათი რისკვაც დაიმსახურა. ელენე გოგბერაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიემართა ბიზნესისთვის და ის მოგვიყვება ახლა რა აქვს სათქმელი ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, ვინც ჩვენთან ინტერვიუს დათანხმდა. ელენე, TBC ბანკის დამფუძნებლების გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსაზრებები მხოლოდ ბიზნესმენების ნაწილმა დააფიქსირა. მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების მხრიდან ფაქტია, ჩვენ მკაფიო მესიჯები ამ საქმესთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს გახდა ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის იმის საბაბი, რომ მათ ქართველი ბიზნესმენები გააკრიტიკეს და მშიშრები და ცეხავიკები უწოდეს. ლოგიკური იყო ამგვარი შეფასება გამოიწვევდა კერძო სექტორის გაღიზიანებას. მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ცალკეული განცხადებების კეთებას ჯობდა პოზიციები ბიზნეს ასოციაციებს დაეფიქსირებინათ, რაც არ გაკეთდა. ნაწილი ამბობს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთების სურვილი მათ პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა დაუკარგეს. არასწორმა მესიჯებმა პოლიტიკოსებისგან, არასწორმა მესიჯებმა ზოგიერთი ექსპერტებმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოკლედების 60 დღეში ბიზნესმენებს შეარქვეს მშიშრები, ცეხავიკები, ბიზნესმენები საზოგადოება, რომელიც ქვეყნის დოვლას ქმნის. და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს ბიზნესს ეძახის მშიშარად. ამიტომ ბიზნესმენი ჩუმად კი არა, ბიზნესმენი ისე როდის რა თქვა, სანამ ჩვენ შეფასებას დაიწყებენ, დადონ თავისი შეფასება დადონ რა გაუკეთებიათ მათ, კიდე პოლიტიკაში და ეკონომიკაში. ეს ასოციაციაც უნდა გამოეთქვა თავისი აზრი. ჩვენ საკითხავთ დავიწყოთ ან ერთის გამართება, ან მეორისა, ან რაღაც პოზიცია დავიჭიროთ, არასწორია. მთლიანობაში უნდა გამოთქმულიყო აზრი და მას უნდა კონდეს აზრი ბიზნეს ასოციაციებს. პოლიტიკოსებმა რასაკვირველია ქართულ ბიზნეს ხარი უნდა დაუჭირონ, რამედ იმისა რომ დამწყონის, არ უნდა დამწყონდა, ნაბავთ ხარი უნდა დაუჭირონ. უცხოურ ბიზნესს უფრო დაგათუჭერთ ხარს, ვიდრე ქართულს. ერთ რამეს ვეტყოდი პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე ვთქვათ გამუნათებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რაღაცეებში, რომ თავად პოლიტიკოსებმა ალბათ ვერ შექმნეს ის გარემო, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ბიზნესს შეიძლება კონდეს მათი იმედი. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ბაზას, ეს ეხება ყველა პროცესებს, რომელიც ჩვენ რისი მოწმე ჩვენ გავხდით სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს დღეს ბიზნეს ომბუდსმენი გამოეხმაურა. ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ კერძო სექტორის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადებები გარკვეული ჯგუფის ინტერესებში შედის, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ის ბოლო დღეებში გაკეთებული მოწოდებები ბიზნესის მხრიდან თუ რასაკეთებენ ისინი, თუ ოთახში შემთხვევაში არის შეურაცხყოფილი შეფასებებიც მათი საქმიანობის მხრიდან, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული და ემსახურება გარკვეულწილად გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. ამიტომ ასეთი ტიპის შეფასებები მე ვფიქრობ, რომ არის მიუღებელი. ბიზნესს აქვს საკუთარი საქმე, რომელსაც ის ყოველდღიურად ჩვეულ რეჟიმში, ძალიან აქტიურ რეჟიმში აკეთებს და კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ყველაზე კარგად და პროფესიონალურად აკეთებენ საქმეს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე რჩებიან ცალკეული ბიზნესმენები და ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც თავს იკავებენ ხაზარაძე ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით პოზიციების ღიად დაფიქსირებისგან. როგორც მოვისმინეთ, ამაზე თამაზ გაიაშვილმაც მიანიშნა, როცა თქვა, რომ ის ელოდა განცხადებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისგან, რომლის წევრიც მისი კომპანიაც არის, ისევე როგორც TBC. თუმცა ჯამში ასოციაცია 70-მდე ბიზნეს ორგანიზაციას აერთიანებს და დუმილის მიზეზი შესაძლოა წევრებს შორის კონსენსუსის არარსებობაც იყოს. ელენე მადლობა ელენეს, მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს დროებით.